სიმბოლო, ანუ ემბლემა ჩვენ გუნდს ექნებოდა ზედმეტსახელი ეშმაკი. ანუ ნაცემი ეშმაკი იქნებოდა. ხო, გასაგები. ეშმაკი. წითელი ეშმაკი, მაგრამ Manchester United-ის სიმბოლო, ანუ ზედმეტსახელი, მათი არის წითელი ეშმაკები. ყველა გუნდს აქვს რაღაცა ზედმეტსახელი. გასაგები. თან ეს აქციები ისედაც ეშმაკი სატანას გვეძახიან, სატანებს გვეძახიან და ასე სატნები. ხო. დემესიზაცია. მე ვფიქრობ კარგი იდეა ხა. ბორის პაიჭაძეს სტადიონი გადავსებული. აი, სანამ მატჩი დაიწყება, ნაცების ჰიმნი, როცა ხურდებიან, ხო იცით, ფლანგიდან ფლანგზე გრძელი პასებით რო ხურდებიან ფეხბურთელები და ამ დროს რო ჰიმნი უკრავს სტადიონზე, ნაცები და ლოჟაში რო კალაძეა და კალაძეს რო იქნებს, რატო? ხო, დაიცე ერთ წუთი. ამას ვიზამ. მოდი, თქვენ ვინ ახალ? და გაფაიჩა. ნახე აქ არის სვანო შოუში ამასო. ის ხო, ჩვენი აგენტი ანზორისთან, მამამისთან როწევს, ადგეს ფეხზე ვითომ პაციენტი როა, გამოვიდა. არა, ადგეს ის ქიმსვლელია. არა არის იქ მიმსვლელი. მოდიში, მაპატიეთ ახლა საუბრობდით და ანუ იქნება გაგვიხსნათ. რა, შემომჩნიეთ ანუ? კი, ესე შემომჩნიეთ. იშვიათად ხდება ეს ჩემს პრაქტიკაში და აგვიხსენთ. რა გიხსნათ? მე გახლავართ სპეცსამსახურების აგენტი ვარ, ვანო და თქვენს სტუმარზე ახორციელებ მიყურადება თვალს მოსმენას აგენტი ნიკანორ გრიგოლია. ეს თქვენთვის ესეთი ადვილია, ეხა იცინით, რომ აი რავი უთვალთვალებს usmens და რა. ეს თქვენთვის არის ადვილი, თორე დაგაწუხებთ დამტანჯვე დაყარა აგენტები. აგენტები დაყარა. ვეღარ უთვალთვალებთ. ანუ გეუბნები აი როგორ დადის იცი სახლიდან სახლიდან ხო გამოდის, ჯერ ადროს გამოდის რაღაცა სწორო აქვს გათხრილი. როდის გამოდის, კაცი ვერ გაიგებს. გამოდის ვანო და დადის ერთი საპროტესტო აქციიდან მეორე საპროტესტოს მეც დავყვები. რა ვქნა, დავსდევ ერთი აქციიდან მეორე აქციაზე დავსდევ და ამის დამსახურებით უკვე იმდენ საპროტესტო აქციაზე ვარ ნამყოფი. ორი აქციაც მინდა და ოპოზიციაში გადავდივარ პირდაპირ. გაქვს დრო რო გაჩვენო, ნახე. აი უყურე როგორ იწყებს სიაროს, ნახე, გრაფიკი. შეხედე, მისი გადაადგილების გრაფიკი, აი ნახეთ რა. ეხლა ხვდებით რამხელა შრომასთან და რამხელა საქმეს, ეს თქვენთვის ადვილი სათქმელია თვალთვალი. აი, უყურე, იწყებს წამოვიდა სახლი პარლამენტთან, პარლამენტთან, იქ, აქ უყურე, აი დადის და ეხლა ეს შავი ხაზი გასაგები, წითელი ხაზია? არა, ეს წითელი ხაზი როგორ არის? იცი, აი ეს წითელი ხაზი უკვე იწყება ის გრაფიკი, საიდანაც წითელი ქურთუკით დაიწყო მოძრაობა. აი ეს არის სპირის გრაფიკია და აი ესე უთვალთვალებს და ვანო, იცი რა, ძალიან რთულად ამოსაცნობი პიროვნებაა. ძალიან გვიბნევს გზას. აი მაგალითად დღის გრაფიკი რომ მე შენ გითხრა ეს როგორ მოქმედებს დღის განმავლობაში. წარმოუდგენელია რომ საერთოდ ინფორმაცია მოიწევს. როგორი შერჩეული ყავთ, რეალურად აგენტი არ უნდა გამოირჩეოდეს გარემოცვისგან რა. ანუ ბევრს უნდა გავდეს. ხო, აი სპეციალურად ვიმუშავეთ ამაზე. ეხა ამოცნობელია უკვე ფაქტობრივად. ვანო, ეგეუბნები რას აკეთებს დილით. დილით იღვიძებს სწრაფი წამოხტომით. პირდაპირ ხდება საწოლიდან, შემდეგ მიდის აბაზანაში იბანს ხელპირს, დგება სარკესთან და იწყებს პოლიტიკურ გამაცოფებელ ვარჯიშებს. სარკესთან. ამის შემდეგ ამას აკეთებს სისტემატურად. ამის შემდეგ ჯდება ტელევიზორთან და უყურებს ენკიბენკის. ამას რატო აკეთებს ეს ჯერ ვერ ამოხსენებს. მაგრამ ესე იგი აი ამ ენკიბენკის ყურების შემდეგ იღებს ტელეფონს და ურეკავს პირდაპირ სააკაშვილს. და აი მას მერე უკვე აი ბიძინა ივანიშვილის ხმით რაღაც სისულელებს ეუბნება. ო, ჩამოდი, დუაგარი, ჩამოდი და ის გიჟდება. სოფდება, მერე ხან სკაიპით ერთვება, ხან ფეისბუქით და გადაატრიალება ხალხო და აი ესეც ტრეში. აი რის გამოვართ ვანო ესეც დღეში. კიდევ კარგი ეს სამაჯური მოუფიქრეთ რა, ცოტათი რაღაცას თითქოს საქმეს გვიადვილებს, მაგრამ არ ვიცი, ეხლა ამაზე დავიწყეთ. პირველი ამაზე დავტესტეთ, მაგრამ ვაპირებთ სხვათა შორის სხვა პოლიტიკოსებზეც. ჩვენ გეცოდინებათ გიგა ბოკერია, ხო? გიგასთვის მზად გვაქვს სამაჯური, ვამზადებთ, ეხლა ანალოგიურ სამაჯურს ვაკეთებთ, ოღონდ ის წარწერით იქნება უფალო შეგვიწყალი. გიგა მაინც და გიგა არის მაინც. და ბოლო დროს მართლა დაადგა. ხო, ბოდიში რა. აი ნახე, მაშინვე წრიპინებს უყურე, ვიღაცა გავიდა, ნახე. აჰა, უგულავა გავიდა.
უგულავა ამ ბოლოს დადის თან აქტიურად. იქამდე ძალიან ადვილი საძებნი იყო და ამ ბოლოს დროს დარბის მე აი არ გაწუხებთ ეს თქვენი აგენტობა აი. არა, ვანო რას მაწუხებ შენ გულისხმობ რომ ვუსმენ ეხლა თუ არ მაწუხებ. ყველას მოусმენ, ვანო ყველას მოგისმენთ. ყველას, ვისაც ბიძინა ივანიშვილის გაშვება და მოცილება გიდათ. ყველას მოგისმენთ. აი ამ ბატონით დაწყებული, დედაჩემით დამთავრებული. არავის არ გავიდე. არავის არ გავიდე. მე უნდა გავიდე, გავყვე უგულავას ახლა, ეს შენთან იქნება, ხო? ხო, და ესა ნიკანორ მომისმინე. ამ სამაჯურის 5 ხო არ გადაგიგდია შენ? არა, სახში მაგ. სახში შეინახე, ხო? ძალიან კარგი ნომერი აწერია ამას და იმ 5-ის გარეშე ჩვენ აღარ დავიბრუნებ სამაჯურს და იძულებული იქნები მე სულ ატარო. არ გადააგდო 5. კარგი, წავედი მე და რო გამოვა გამაგებინეთ, გავაგრძელებ თვალს მიყურადებას. კარგი, აქ. აბა კარგად. აქ არის და გამოუშვებ. კარგი, კარგი.